ილიას უნივერსიტეტში მან თანამშრომლობა უკვე 2007 წლიდან, დაახლოებით 9 წელიწადია. მე ვარ მიწვეული ლექტორი, ასე ვთქვათ, ხასვს, ამიტომ გაშვება თავისთავად, ასე ვთქვათ, არ არის კვალიფიკაცია, ყოველ სემესტრულად იქნება ხელშეკრულება ახალი მოწვევით. დღემდე იყო ისე, რომ მე დაახლოებით 5 საგანს ვკითხულობდი, სხვადასხვა დროს ზოგჯერ მეორე, ზოგჯერ რამდენიმეს ერთად, ბაკალავრზეც, მაგისტრატურაზეც, ბოლო წლებში მე ვკითხულობდი ძირითად საგნებს, ავალდებულოს. ეს ყველაფერი მიდიოდა ძალიან ჰარმონიულად, მართალი რომ თქვა, ძალიან უპრობლემოდ, მხოლოდ ეს ყველაფერი უცბად შეიცვალა ზაფხულის შემდეგ, შემოდგომის სემესტრის ცოტა ადრე, როდესაც უკვე უნდა დაგვეგმა შემოდგომის სემესტრი. საგაზაფხულოდ მე კოციოს თანამშრომლობის გამო შიგნით ასე ვთქვათ, შევთანხმდით, რომ დროებითი პროექტის გამო კონკრეტულად მხოლოდ იმ სემესტრში შედარებით ნაკლები საათი ამეღო, რასაც ავანაზღაურებდი საშემოდგომო სემესტრში და მაშინდელი ნაკადების ცვლილება, ეს ასე ვთქვათ, ტექნიკური საკითხია, მაგრამ რომ ვიცოდეთ, ნაკადების ცვლილება ამის საშუალებას იძლეოდა, არ ყოფილა წინადადება, რომ შეუძლებელია ვთქვათ, სასწავლო პროცესში ამ საათების, ასე ვთქვათ, შემცირება და ამიტომ საჭირო იყო სხვა ლექტორის მოყვანა, ან დროებით სხვა ლექტორისთვის დათმობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყოფილი ძალიან მშვიდად კარგად დასრულდა. შემოდგომის სემესტრში უცბად შეიცვალა პირობები, აღმოჩნდა, რომ ახალი დეკანი ყავდა უნივერსიტეტს, უკაცრავად ახალი დეკანი ყავდა ბიზნეს სკოლას, რომელიც ახალ რაღაცა პროგრამულ მიდგომებს ასე ვთქვათ ზემუშაობდა, რომელიც შემდგომ როგორც აღმოჩნდა, უფრო ძველი მეთოდები იყო, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა თავის დროზე გამოიარა და არც ისე ეფექტურად და ამიტომ შეიცვალა კიდეც. და აღმოჩნდა, რომ ამ სემესტრში ერთადერთი, ანუ 5 საგნიდან 3 საგანი საერთოდ პროგრამიდან იყო ამოღებული, ერთ-ერთი საგანი პიარი, რომლის ძირითადი სპეციალისტის მე ვარ, იყო სხვა კოლეგისთვის მიცემული და ერთადერთი რაც რჩებოდა იყო თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლები, რომელიც ასე ვთქვათ, შემცირებული საათის რაოდენობით მომწეს, ანუ ეს იყო 2 სემესტრი იკითხებოდა ეს საგანი, გადმოიტანეს 1 სემესტრში მხოლოდ და შესაბამისად დატვირთვის გამო და არა იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, მე ვითხოვდი ნაკლებ საათებს, იმის გამო, რომ 1 სემესტრში ჩაისვა მხოლოდ ეს საგანი, მხოლოდ ამ მიზეზის გამო საჭირო გახდა ასე ვთქვათ, სხვა ლექტორის მოყვანა. არა იმის გამო, რომ მე მოვითხოვე რაიმე შეცვლილება. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სემესტრში განმტანი საათების რაოდენობა კანონის პარაგრაფში არ შევიდა 40-ზე მეტი საათი იყო. და ასე ვთქვათ, ეს პროცესი ასე ვთქვათ, უცბად სახელდახელოდ ერთ-ერთი რამდენიმე საათი რაც იყო შემოთავაზებული, მე ის ავიღე და აღმოჩნდა, რომ გაზაფხულის სემესტრში აღარ არსებობს წინაპირობა, რომელსაც შეიძლება ხელშეკრულება შედგეს. ანუ აღარ არის, ანუ ერთი საგანი, რომელიც ნაწილობრივი დატვირთვა მაქვს, მხოლოდ 1 სემესტრშია შემოდგომის სემესტრში, საგაზაფხულო სემესტრში არ არის ეს საგანი. მეორე საგანი არის სხვა ლექტორს, სხვა მიმართულების ლექტორისთვის მიწოდებული და დანარჩენი 3 საგანი ამოღებულია პროგრამიდან. ამ წუთისათვის ეს არის. მე ვისაუბრე დეკანს, მე მგონი აქამდე არავის გაუგია ამ თემაზე ჩემი საუბარი, საჯაროდ, ყოველ შემთხვევაში რომ ილიას უნივერსიტეტში ასე თირამე იგეგმებოდა და ხდებოდა. მე შევხვდი დეკანს, ვისაუბრეთ, მან არა იყო არაფერზე პასუხისმგებლობა, თქვა რომ ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა. ნუ ამის მიუხედავად მე შევთავაზე მას, რომ იმის გამო რომ ილიას უნივერსიტეტში დიდი ხანი მუშაობდა, ჩემ ცხოვრებაში არის ყველაზე ხანგრძლივი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამსახური ამ ხრივ, ასე ვთქვათ, სასიამოვნოც, იმიტომ რომ ილიას უნივერსიტეტი მიყვარს და გარკვეულ წარმატებაში მცირე წვლილი მეც მიიწვის, იქნებ გადაგვეხედა თანამშრომლობის შესაძლებლობებისაკენ. ხომ შეიძლებოდა რაღაცა სხვა საგანი, რაც კატალოგში დარჩა, იქიდან რაღაცა დამეტვირთა, რომ მე ვთხარი, რომ წლების წინ იყო ასეთ შემთხვევა, როდესაც მე საათები აღარ მქონდა და მაშინ დეკანი რო შეიცვალა, მაშინდელ დეკანს ვთხარი, რომ აი მე მიყვარს ეს სამუშაო მეთქი და ვერავინ ასე ვთქვათ, ყველა კმაყოფილია ამ ჩემი ნამუშევრით და იქნებ მეთქი ვიპოვნოთ რაღაც ხერხები, რომ მე უბრალოდ ვიმუშაო, აქ არ იყო სხვა დანარჩენს ლაპარაკი და მაშინ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოხერხდა. ამჟამად დეკანმა ამის ინტერესი არ გამოხატა და შესაბამისად მე ყველა შეკითხვაზე პასუხი მივიღე, ისე რომ ილიას უნივერსიტეტი დღეს ოფიციალურ განცხადებაში რამობს, რომ არ მოუმართავს ეს არის სწორი ინფორმაცია, დეკანს მე შევხვდი, თუ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დეკანი მნიშვნელოვან სუბიექტად არ მიაჩნია, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მე დეკანს შევხვდი, ყველა შეკითხვაზე მივიღე გულგრილი დამოკიდებულება და ის რომ მას არ ეხებოდა და ახალი შეთავაზებების წინაპირობებზეც, რაზედაც შეიძლებოდა ჩვენ გვესაუბრა იქ თანამშრომლა ამ პრინციპით, ამაზეც ასე თქვა დაუინტერესებობა მივიღე. ამის შემდგომ უკვე მე ზოგადად როგორც ფაქტი დავაფიქსირე, ეს სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ ყოველ სემესტრული ხელშეკრულება და თავისთავად უნივერსიტეტს ამის უფლება აქვს რომ გაგიშვას. უბრალოდ ხელშეკრულება აღარ შემოგიფორმოს და აღარ შემოგთავაზოს სამუშაო, უბრალოდ ეს ყველაფერი ზედმეტად საეჭვოდ ემთხვევა იმას, რომ მე 2030-ში თანამშრომლობდი,
წამოვედი დღესაც თანამშრომლობ 30-დან ოღონდ ყველაფერს ექსპერტის რანგში თანამშრომლობ, ანალიტიკოსის რანგში და ამიტომ მთელ ამ პროცესს ამდენი წლის განმავლობაში ვფიქრობ, რომ სავსებით არგუმენტირებულია და ასე ვთქვათ, ლეგალური ის საფუძველი, რომ მე ეს ყველაფერი პოლიტიკურ დევნად ჩაფასო. იმიტომ რომ მე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი ვარ, თორე ჩვენ უნივერსიტეტში თანამშრომლობს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ეს მართალია, ოღონდ ისინი აქტიური პოლიტიკური განცხადებებით, საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობით არ გამოიხატებიან, ისევე როგორც მე. არიან ადამიანები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მობიერად არიან განწყობილები და წინა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად და ეს ადამიანების თანამშრომლობა, ოღონდ მათ საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამიტომ ესეთი აქტიური, ვისაც სტუდენტების დიდი ნაკადი აქვს, ვინც სატელევიზიო, პრესაში, მედიაში ურთიერთობს, საჯარო განცხადებებს აკეთებს და ასე ვთქვათ, გამოირჩევა ამ კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი უნივერსიტეტში მე ვარ. ამიტომაც ბუნებრივია პოლიტიკური დევნის სრული წინაპირობა არსებობს და ვფიქრობ, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. არაფერი მე მუშაობ კიდე რამდენიმე ადგილას, უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მე ვფიქრობ, რომ ილიას უნივერსიტეტის პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ბიზნეს სკოლის ან უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის საგანმანათლებლო სივრცის პრობლემა. დღეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირ შტაბინების შექმნაზე არიან გადასული და ეს ყველაფერი სახელმწიფომ კარგად უნდა შეისწავლოს და შეაფასოს, იმიტომ რომ პირდაპირ ჩანს, რომ ეს ყველაფერი მიდის გაწმენდა საიმისოდ ამ უნივერსიტეტშიც და ვფიქრობ, რომ სხვაშიც საიმისოდ, რომ საარჩევნო პროცესისათვის რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაც. აქ არის ლაპარაკი ასევე ფინანსურ რესურსებზეც, რომელიც ტრიალებს უნივერსიტეტში, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მართვაში მონაწილეობენ, ეს ძალიან საფრთხილოა. მე მაგალითად ვიცი, რომ ხარისხის სამსახურში ფაკულტეტის არის ზურაბ ჭიაბერაშვილი, შემდგომ გაკეთდა განცხადება, რომ სხვა არისო და თუ არაფორმალურ მართვასთან გვაქვს და ყოფილი ხელისუფლები არაფორმალურად ერებიან ამ ყველაფერში, ეს კიდევ უფრო მძიმე საკითხია, იმიტომ რომ მე ძალიან ზუსტად ვიცი და ხედავ პროცესებს, ჩემ თვალწინ ხდება ეს, როგორ მართავს ყოფილი მინისტრი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი ილია უნიში პრობლემებს. ეს არის კიდევ თემები, რომელიც იგივე სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება მისდამი დროდადრო გახშირებულ კამპანიებს რექტორთან მიმართებაში და სწორედ ამ რევანშიზმის ნიშნებს ხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობის ნაწილი ცდილობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე სრული კონტროლი აიღოს, როგორც ილიას უნივერსიტეტზეა ლაპარაკი, ასევე არის ლაპარაკი აგრარულ უნივერსიტეტზე და სხვა დანარჩენებზე. ამიტომ ილიას უნივერსიტეტი დღეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის იმ მხრივ, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო გლობალური პრობლემაა, კერძოდ გულისხმობს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, კუდის ტრიალს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მაგალითად სასწავლებლებში ჩვენ ხედავთ, რომ არსებობს მედია საშუალებები, იგივე რუსთავი ორის, რომელიც პრაქტიკულად პარტიულ შტაბ-ბინას წარმოადგენს და ოღონდ ეს ყველაფერი კერძო ტელევიზია და სხვა სივრცეა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე წარმოადგენს შტაბ-ბინას, სადაც ფინანსური მხარე იქნება თუ პროპაგანდისტული მხარე, ყველაფერი ასე ვთქვათ არის ამის მიხედვით აწყობილი, ეს ვფიქრობ საგანგაშო მოვლენა. ამით უნდა იყოს საინტერესო, მე პირადად არაფერს ვაპირებ, ჩვეულებრივ უბრალოდ სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მე ისინი არ მიმიტოვებია, რომ ყველაფრის საფუძველი ჩემი წამოსვლა არ არის. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, თანამშრომლობ სხვა უნივერსიტეტთანაც, სადაც უფრო უკეთესი პირობებიც მაქვს, მაგრამ ჩემი შინაგანი არსებობს სამსახურების მიმართ ეს თქვენთვის ყველაფერს ცნობილია, რომ არის რაღაც, რაც გამორჩეულად გიყვარს. და მხოლოდ ამ ფაქტორის გამო ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამიტომ სხვა მხრივ არაფერი, უბრალოდ საზოგადოებას უნდა იცოდეს, უნდა შეაფასოს და სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ პროცესში, რომ უნივერსიტეტები არ იყოს ასეთი პოლიტიკური ზეგავლენისა და პოლიტიკური ინსტრუმენტების მატარებელი. ხო, მე უნივერსიტეტში ვერავინ დამწვავებს წელს, რომ როდესმე რაიმე პოლიტიკური განცხადება ან აზრი გამომიტყავს, უფრო მეტიც პოლიტიკური პიარის თემასაც კი ძალიან ზოგადად ვეხებოდი ხოლმე პიარის საგანში, რომ რაღაცა თუნდაც ნომინალური არ გაპარულიყო და სხვა შემთხვევაში ვერავინ სტუდენტიც ყოველთვის ამას ამბობს ნებისმიერი, რომ ვერც ერთი იტყვის, რომ მე სხვა თემაზე როდესმე მისაუბრე. მაშინ როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიცი, რომ იქ ლექციებზე, რომელსაც ატარებენ, პირდაპირ პოლიტიკურ პროპაგანდას აწარმოებენ. კი ბატონო. პატრიოტის განცხადებაზე კითხავთ, რომ კი ბატონო, როგორც ვიცი ეს თემა პრინციპში უკვე თემაც აღარ არის, იმიტომ რომ განმარტება გაკეთდა, მე თავიდანვე დავაფიქსირე ეს აზრი საჯაროდ, რომ
საერო კანონებით განსჭირ ადამიანის შეწყალების უფლება უნდა ქონდეს მხოლოდ საერო ლიდერს, ხოლო საეკლესიო კანონებით განსჭირ ადამიანს, როდესაც ის მას ეხება, რა თქმა უნდა, სასულიერო ლიდერს. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, როგორც ეპიდემიის მოხსნის უფლება არ აქვს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტს, ისე არ შეიძლება ჰქონდეს პატრიარქს საერო კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, მიღებული სასჯელის მოხსნის უფლება. აქ მე ვფიქრობ და პრინციპში შემდგომ ასეც დადასტურდა, რომ პატრიარქი ემოციურად გამოვიდა და თქვა, რომ რატომ არ მაქვს იმის უფლება, რომ შევიწყალოთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რო დავსწრებოდით ამ სპექტაკლს, იგივე განსდა ჩვენ გაგვიშვდებოდა, ჩვენ ნახეთ მაგალითად ყოფილი პატიმრების სცენაზე და ალბათ ყველა ჩვენგანს გავარსდა ის აზრი, რომ რატო არ შეგვიძლია ჩვენ ვიღაცა შევიწყალოთ. ეს შინაგანად ადამიანური ფაქტორია. სხვა მხრივ თუ კი შეიძლება სამართლებრივად შეფასდეს, ბუნებრივია შეუძლებელია ქონდეს სასულიერო ლიდერს უფლება რეკომენდირების საშუალება, შუამავლობის საშუალება, კანონით ისედაც დადგენილია, ეს მას აქვს, ასევე ლიდერს შეუძლია ის საერო ლიდერს, პრეზიდენტს ან შეუძლია გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს, ასე ნორმალური პროცესია. ინტერვიუში პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს სხვადასხვა ინფორმაციები ვცნობ, რომ სუიციდურია და სწორედ რომ ილოენიშვილი ჩამოდგება სათავეში შემოგვიდგება შემდეგ უკვე პარლამენტის სპიკერია ცხადებს, რომ არ იქნება მსგავსი უნდა დაგვიდეს თუ არა ილოენიშვილის პოლიტიკაში და თუ არა უფრო მეტი შანსი ხალხს გაიმარჯვოს 2011 წლის არჩევნებში თუ ილოენიშვილი ჩაუდგება სათავეში. კი ბატონო, პირველ რიგში განსაზღვროთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მე როგორც სპეციალისტი მაშინ არასწორ ტერმინს პოლიტიკურ პროცესში არის ჩართული ყველა ის, ვინც პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს. მათ შორის თქვენც როგორც ჟურნალისტი, მათ შორის მე როგორც ანალიტიკოსი. ივანიშვილი როგორც ყოფილი პრემიერი, როგორც ამჟამად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და როგორც აზრის ლიდერი. ამიტომ პოლიტიკაში ის არ შეუძლებელია დაბრუნდეს, იმიტომ რომ პოლიტიკაში ის თანამონაწილეობს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ უშუალოდ ჩართულობა ქონდეს, მაგალითად ან იყოს აღმასრულებელი, ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ხო? თუ ამას გულისხმობთ, მე პირადად მგონია, რომ ზივად ძიგურმა ასეთი მინიშნება არ გაკეთა, მან თქვა, რომ ის აქტიურ მონაწილეობას მიიღებსო, ამიტომ შეიძლება ეს მონაწილეობა იყოს სხვაგვარად გამოხატული, პირადად მეც, რამდენადაც ვიცნობ ივანიშვილსაც, ვიცი მისი ხედვები, გეგმები, ფსიქოტიპი მეტნაკლებად, მიმაჩნია, რომ შეუძლებელია ლაპარაკი მის აღმასრულებლად დაბრუნებაზე და ასევე თითქმის ნულოვანს უტოლდება იმისი შანსი, რომ ის თუნდაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდეს, ან სიის სათავეში ჩადგომას, ან ასე შემდეგ. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად არ მგონია ის მოსახერხებელი იყოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ მას ექნება ეგრეთ წოდებული ტრანსლატორის ფუნქცია აღებული, ტრანსლატორი ნიშნავს აზრის ლიდერს, შეიძლება იყოს კონკრეტულ პროცესებში ჩართული, ის არის კოალიციის ხელმძღვანელი მათ შორის, ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელია რამდენადაც მახსოვს, შესაბამისად საარჩევნო პროცესში სრული უფლება აქვს და საშუალებაც იყოს წარმოდგენილი აქტიურად და შესაბამისად ეს ყველაფერი შეიძლება გამოხატული იყოს მისგან, როგორც აზრის ლიდერისგან, როგორც რეკომენდატორისგან, როგორც წარმდგენისგან, პრეზენტატორისგან და სხვადასხვა ფუნქციით. სწორედ ამას გულისხმობს ტრანსლატორის ფუნქცია. ამ მხრივ ალბათ უნდა ველოდოთ ივანიშვილის ჩართულობას. თუმცა მაინც გონია, რომ ის იმ დონეზე არ იქნება ჩართული, როგორც იყო 2012 წელს, როდესაც ყველა მაჟორიტარს პირადად წარადგანდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გარკვეულწილად მისი мотиваცია იყო, რომ ხელისუფლება მისწავლოს და პარტია მისწავლოს თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობა და პროცესებში მონაწილეობა, რომ არ იყოს ჩამოკიდებული ვინმეზე, ლიდერზე თუნდაც ბიძინა ივანიშვილზე. შეიძლება მან გარკვეული როლი შეასრულოს, მაგრამ მგონია, რომ ის იმ დოზითაც არ იქნება, როგორც იყო 2012 წლის არჩევნებისათვის. რადგან რათა ქართულმა ოცნებამ, კოალიციამ, თვითმფრინავობაში და პარტიამაც ისწავლოს თვითონ ბრენდის გარეშე, ასე ვთქვათ, ივანიშვილის სავაჭრო ნიშნის გარეშე, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი წარმატებები. და ამის სრული პირობა აქვს, თქო, გააჩნია, რამდენად სწორად წაიყვანს ქართული ოცნება ამ პროცესს. პირველი რომ ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა სიას, პრაქტიკულად 90% ჩემი პირადი მოსაზრებით არის გამოსაცვლელი საარჩევნო სიიდან, სიახლეების საყვანი, ასე დავარქვათ, ანუ სიახლეების შესატანი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რომ აი რაღაცა შიდა ინტრიგებმა რაც ზოგადად პარტიებს სოფლიოში ახასიათებს, არამედ ეს დაჯგუფდეს ძალიან ეფექტურად, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქ იყოს როგორც ახალი სახეები, სპეციალისტები იყოს, საშუალო ცნობილი ადამიანები, საჯარო ტიპები, იმიტომ რომ საკანონმდებლო საქმიანობის გარდა ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო და პოლიტიკური ტრიბუნა, იმიტომ რომ მე ვიცი არაერთი სუბიექტი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია, თუნდაც ქართულ ოცნებაში და პარლამენტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ელემენტარულ დებატებს ვერ უძლებს, თქვა. აი ასეთი სუბიექტები და რა თქმა უნდა გამოცდილი და ასე ვთქვათ, ავტორიტეტული ადამიანები, სხვადასხვა დოზით ბუნებრივია, მაგრამ ეს ხალხი აი ამ პრინციპით უნდა დააჯგუფდეს და მეორე ეს ყველაფერი გააჩნია, რამდენად კარგად წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას. ქართულ ოცნებას დღეს აქვს სრული საფუძველი, კვლავ უმრავლესობით მოვიდეს
საპარლამენტო უმრავლესობით მინიმუმ, იმიტომ რომ მას ერთადერთს დღეს ყველაზე მეტი შანსი აქვს აი ეს მესამე ეგრეთ წოდებული ძალა, რომელზედაც საზოგადოებას ყველაზე მეტი აქცენტი აქვს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას საზოგადოება დადებითად არ უყურებს მნიშვნელოვან დონეზე, სწორედ ის პრინციპი შესთავაზოს. ანუ განახლებული უნდა იყოს იმ დონეზე რეალური რებრენდინგი, რასაც ქვია, რომ საზოგადოება მასში დაინახოს იმ მიზნების მიღწევა, რასაც მიღწევის სურვილიც აქვს აი ზუსტად იმ მესამე ძალაში, რომელიც განაწერის. თუ ამას ქართული ოცნება დღეს შეძლებს, თუ ის დაიცავს საკუთარ თავს შიდა პარტიული ინტრიგებისაგან, თუ ისინი მიიზიდავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დღეს საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმ კუთხით, რაც დაწესებულებაა, მაშინ ქართული ოცნებას სრული საშუალება აქვს უმრავლესობით მოვიდეს. და რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოსაღებულებას უკონტაქტო პატრულირებას, ქულების ჩამოყრებას, თუნდაც მართვის მოწყობაზე და მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას. როგორ აფასებთ ამ რეგულაციებს? მე მართალი გითხრათ ვარ ქვეითი, ამ ავტომობილი არ მყავს, ამის გამო ძალიან გამიჭირდება ვიფიქრო მძღოლის თვალიდან. რამდენადაც ვიცი ეს გარკვეულ სტანდარტებთან მიმართებაშია ზუსტად წარმოდგენილი, იდეურად არ მიმაჩნია ეს ცუდ შემთხვევად, მაგალითად იგივე ჩვენთან ახალი გზების გამო, როდესაც ჩქარა დადიოდნენ ავტომობილები, ძალიან დიდი რაოდენობა იყო ავარიების, როგორც კი შეზღუდვა შემოიტანეს და ვიდეო კამერები დადგა, მკვეთრად შემცირდა ეს შესაბამისად, ამგვარი რეგულაციები სახიფათო შემთხვევებს, ასე ვთქვათ, მკვეთრად შეამცირებს და კულტურას დანერგავს. ეს რთული ყოველთვის არის სიახლე რაღაც გარკვეული პერიოდი. მაგალითად, როგორც პირველად ძალიან ესეთი იყო ჩვენთვის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება ქამარი ღვედი გავიკეთო და მე მაშინ მართალი ვთქვათ, ბაშტელ ხელისუფალს მიღელ სააკაშვილის ინიციატორს სრულად სრული მხარდაჭერა გამოვხატე ამ იდეის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, მისი ოპონენტი ვიყავი ძირითადად. ეს სწორი იდეა იყო, სწორი ხედვა იყო და ძალიან ბევრი გადაარჩინა ამან, მაგრამ პირველად ეს ყველაფერი გვაიძულეს თუ ჩვენ კარგად გვახსოვს. ამიტომ ეს სწორი მიმართება იყო. ასევე ამიტომ იმაჩნია, რომ აი ეს რეგულაციები საერთო ჯამში დადებითი კამპანია. მე მართალი გითხრათ, როგორც ქვეიც უფრო სხვა რამეზე მაქვს პრეტენზია, ოღონდ ამას ნახევრად სერიოზულად თუ ვიტყვი, მაგალითად, იგივე მიმაჩნია, რომ დაარსებდეს ქვეყანაში შიდა სტანდარტის საბუთი მოწმობა. მაგალითად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ გამოცდებს ვაბარებთ თეორიაში ისეთ საკითხებში, რაც საქართველოში შეუძლებელია დაგჭირდეს და ეს გამართლებული იმით, რომ მთელ სოფლიოშია. მაგრამ თუ საქართველოში იარსებებს და ამის უფლება ვიცი, რომ გააჩნია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვდა ინიციატივასაც ვაცნობ, რომ მოახდინო რეგულირება იმ კუთხითაც, რომ შიდა სტანდარტის საბუთების წარმოება მოხერხდეს, ასე ვთქვათ და ჩვენ შევძლოთ ყოველი ზედმეტის, ასე ვთქვათ, რაღაცა სულელური არასაჭირო ინფორმაციის გარეშე საბუთების, ასე მართვის მოწმობის უფლების მიღება. მით უმეტეს, რომ როდესაც ქულების კლების თემაზე ალაპარაკი, ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მძღოლი ყოველთვის თვითონ იქნება მოტივირებული, ახალი წესები თვითონ შეისწავლოს და ასე ვთქვათ, თვითტრენინგი ან სპეციალურ სკოლებსაც შეიძლება შეეწყოს ხელი ყოველ სიახლეზე. ამიტომ ადრე იყო ლაპარაკი, რომ შემოვიდეს ტრამვაი, რომ შემოვიდეს მარეგულირებელი მთელი თავისი სტანდარტით, რევერსული მოძრაობა აი ამ თუებზე იყო აგებული და ამ თუების ნაცვლად ახლა მძღოლი უკვე თავის დაინტერესებული, რომ ისწავლოს, რათა ეს ქულები არ დაკარგოს და ხელახლა გასვლა არ დასჭირდეს. ამიტომ მე მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას გავაცნობდი ამ კუთხით და ვსაარგებლობ თქვენთან, რომ იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ იგივე თეორიული საკითხები დან ძალიან ბევრი საკითხი იქნას ამოღებული შიდა საბუთისათვის. სამაგეროდ მე სულ არ ვარ წინააღმდეგი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღებას გაართულებს, რომ გამოცდა პრაქტიკაში თუნდაც ქალაქში ჩატარდეს. ეს მოგცემს უფრო ადეკვატურ საბუთს. დღეს საბუთი, რასაც იღებენ ადამიანები მართვის მოწმობის სახით და იმ, ასე ვთქვათ, გამოცდები, რაც არის აბსოლუტურად არაადეკვატური არის მძღოლის კვალიფიკაციას ის არ იძლევა. შეიძლება ყველაფერი ჩააბარო, მძღოლი კვალიფიციური არ იყოს და წინაპირობაც არ ქონდეს. ამიტომ აი კარგი იქნებოდა თუ ამ კუთხითაც იმუშავებდნენ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების გარდა და რეგულირების შესაძლებლობებიც გვექნებოდა.